სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობა შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდორის ნიმუშებში ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომპოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუშში. სააგენტოს ზედამხედველობით აღნიშნული პროდუქტები სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ვასილ კვერნაძის განცხადებით, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სეზონური ხილის, ბახჩეულის და ბოსტნეული კულტურების ლაბორატორიულ კვლევას ივლისის თვეში სააგენტოს ინსპექტორების მიერ 84 ნიმუში იქნა აღებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული ნიმუშები გამოკვლეული იქნა ნიტრატებზე, პესტიციდებზე და რადიონუკლიდებზე აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 4 შემთხვევაში, რასთან მიმართებაშიც სააგენტომ ზედამხედველობის ფარგლებში აღნიშნული სურსათის ბარდან ამოღება გამოთხოვის პროცედურები.